ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ყოფილი ონკოპაციენტის ნინო მაღრაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა და იმ კვლევების შესახებ, რომელთა სარგებლობაც მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ. ღონისძიებაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, რომელმაც დამსწრეებს დიაგნოზის გაგების შიშის დაძლევის მეთოდები გაუზიარა. ხელოვნების სასახლის აღსაზრდელებმა კი კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები შეასრულეს. ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით გაიმართა. კამპანიის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები და სკრინინგის უფასო აქციები ტარდება და ისინი მომავალშიც გაგრძელდება. ჩოხატაურში ხელოვნების სასახლეში გაიმართა ყოფილი ონკოპაციენტის ქალბატონ ნინო მაღრაძის ნამუშევრების გამოფენა, სადაც დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკრინინგული კვლევები უფასოა. ეწყობა ჩემი გამოფენა, რომელიც დაკავშირებული არის ვარდისფერ ოქტომბერთან. ვარდისფერი ოქტომბერი ეს არის ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონების თვე. ჩვენი ორგანიზაციისთვის, ქალებისთვის დიდი პატივია მხარი დავუჭიროთ მსგავს პროექტებს, რომელიც ემსახურება ქალების გაძლიერებას, მოტივაციას და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ კიბო განაჩენი არა.